მოგესალმებით, ეს არის კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს სამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. მართლმადიდებლური ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს, მოქალაქეების საფლავზე გადიან და ტრადიციის შესაბამისად საღდგომო პასკა და წითელი კვერცხები მიაქვთ. დღეს დილის 8 საათიდან საღამოს 8-მდე თბილისის სასაფლავების მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობს. დაწესებულია 9 დროებითი მარშრუტი. დეტალებს მოისმენთ თამარ თათარაშვილისგან, ჩემი კოლეგა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. დღეს არის საფლავების კურთხევის დღე, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი დღე, როდესაც მოქალაქეები მიდიან საფლავებზე გარდაცვლილების პატივის მისაგებად და სასაფლაომდე მისასვლელი გზებზე ბუნებრივი არის დაწესებული არის სპეციალური მარშრუტები, რათა მოქალაქეებმა შეძლონ მაქსიმალურად გამარტივებულად ყოველგვარი პრობლემის დაბრკოლების გარეშე მისვლა. სწორედ ამისთვის მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ, შეიქმნა სპეციალური სამარშრუტო ხაზები, მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგალითად დედაქალაქის სხვადასხვა ცენტრი, სხვადასხვა ქუჩებიდან, სხვადასხვა ლოკაციებიდან არის 9 მარშრუტის შექმნილი, ყველა დიდ სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე, ასეთი არის როგორც მუხათგვერდის, საბურთალოს, კუკიის, ღრმაღელის სასაფლაოები, სადაც მოქალაქეებს დილის 8-დან საღამოს 8-მდე ემსახურებათ მუნიციპალური ტრანსპორტი და გადაადგილება მათთვის არის სრულად უფასო. აღდგომა სულოცავ ჯერ მთლიანად საქართველოს და ეს დღე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ვინც მუშაობთ ამ დღეს მიცვალებულების საფლავზე გავდივართ და მათ ულოცავთ აღდგომის დღესასწაულს. ყველას და მთელ საქართველოს ულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებ შერიგებას, ურთიერთპატივისცემას, დათმობას, ყველაფერ კარგს, ყველასთვის კარგი მოედანოს, მთელ საქართველოსთვის, მთელ ქვეყნიერებისთვის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. დედაქალაქის მუნიციპალური სასაფლავების მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დააწესა სპეციალური მარშრუტები, სადაც მომსახურება იქნება უფასო. ეს მომსახურება განხორციელდება, გუშინ უკვე განხორციელდა 20 რიცხვში და დღესაც უკვე მიმდინარეობს. მომსახურება დაწყებული არის დილის 8 საათიდან და გაგრძელდება საღამოს 8 საათის ჩათვლით. ყველა დიდ სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც ავტომობილების გადაადგილებას და მოძრაობის წესებს ადგილზე არეგულირებენ. მადლობა, ეს თამარ თათარაშვილი იყო. დაახლოებით 5 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე, სანამ 4 ოქტომბრის მარათონი აქტიურ ფაზაში შევა, ჯერ კიდევ გასარკვევია, ვისი ნომერი დახვდება მოსახლეობას საარჩევნო ბიულეტენზე. ამ ეტაპზე ვიცით, რომ არჩევნებში ოპოზიციიდან მონაწილეობს გირჩი, იგივე მოხდება დიდი ალბათობით გიორგი გახარიას შემთხვევაშიც, რადგან მან საჯაროდ განაცხადა, რომ ემზადება მუნიციპალური არჩევნებისთვის. ისევ ღიად ტოვებს საკითხს მამუკა ხაზარაძის გუნდი. ამ დრომდე კატეგორიულ უარზეა ნაციონალური მოძრაობა. ანუკა ბუავა გაგაცნობთ პოლიტიკურ შეფასებებს, ანუკა პირდაპირ ეთერში ხარ. არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი, როგორც აღნიშნეთ, დაახლოებით და ოპოზიცია ისე ვერ თანხმდება საერთო პოზიციაზე, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას პოზიცია აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი, ვინაიდან მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გახარიას მუდმივად არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ სხვა საკითხებზეც აქვს განსხვავებული პოზიცია და მათთვის მიუღებელია ის განცხადება, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ის ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თავად ნაციონალური მოძრაობა ამბობს იმას, რომ ისინი არც განიხილავენ არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად ვარაუდობენ და მოელიან სხვა პარტიების მხრიდანაც, რომ ერთიან პოზიციაზე შეჯერება მოხდება, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი არ გულისხმობენ გიორგი გახარიას, როგორც მათი განცხადებებიდან ჩანს, ვინაიდან ამბობენ, რომ გახარიას განცხადება და პოზიცია მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ცნობილია ისიც, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ფიქრობს ანალოგიურად, რომ ისინი არ აპირებენ და არც განიხილავენ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას, ეს მათ არაერთხელ განაცხადეს და მათ შორის მოუწოდეს სხვა პარტიებსაც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა ამის მიუხედავად ბუნდოვანია მაგალითად ლელოს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის შიგნით განხილვაც კი არ ყოფილა, ვინაიდან მათთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, გითხარით, რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ მისი პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის დაადასტურა ისიც, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადება პარტიაში ახლაც მიმდინარეობს.
ჩვენი კოალიციაც ძლიერი საქართველოს არ მიიჩნევს, ეს არის აქტუალური და რელევანტური საკითხი. შესაბამისად, ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე და ვაგრძელებთ საუბარს, ფიქრს და მუშაობას იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი აზრით არის ყველაზე რელევანტური. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპარტიების გათავისუფლება. არაფერი სხვა ჩვენი ღმერთწმენით არ არის არც აქტუალური და არც საინტერესო აქ და ახლა. ამ უცემულობაში როცა აღარ არსებობს უბრალოდ არჩევნები საქართველოში, ვერანაირ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას გუნდის განცხადებები აშკარად ტოვებს იმ შესაბამისებას, რომ რა თქმა უნდა, მათ აქვს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, მით უმეტეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთიანი არის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ის საკითხი, სადაც ასე ვთქვათ, განსხვავებული პოზიციები ექნება მთავარ ოპოზიციურ აქტორებს. ვიდრე ოპოზიციაში დაბნეულობა და აზრთა სხვადასხვაობა, მმართველი გუნდი უკვე ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და 4 ოქტომბრისთვის. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამჯერადაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ, რაც შეეხება ოპოზიციას ამბობენ ქართულ ოცნებაში, რომ მათი ოპონენტები ახლა გარედან ელოდებიან დავალებებს უცხოელი დამფინანსებლების მხრიდან, რომლის დაკვეთების შესაბამისადაც მოქმედებენ კონკრეტული პარტიები, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას, მაინც მარცხი მათ გარანტირებული აქვთ. რაც მოძრაობას, რასაკურველია, ვერ მოვთხოვთ იმას, რომ სანომე ზურაბიშვილის დაექვემდებაროს რომელიც სააკაშვილს არ წყალობდა თავის დროზე და მის ჩანაცვლებისთვის არის წამოწეული წინ. არ ფიქრობს ამის გაკეთებას ყოველ შემთხვევაში ადამიანების დასანახად. მაგრამ აი თითქოს და ეს დაშლილი და მოშლილი ორგანიზმი აი ამ ერთი გეგმით და ამ ავანტყოფობით მარიონეტობის ავანტყოფობით შეპყრობილი, რასაკვირველია თავის სისუსტის გამოსწორებას ცდილობს გარკვეული ჩახლართული პასუხებით მოულოდნელ სიხარულზე. აი ამ რესურსზე, რომელიც მას თითქოს და გააჩნიათ. ერთადერთი რესურსი, რაც არის, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ის რომ გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც გარედან ემსახურებიან Deep State-ს, ომის პარტიას, ჯერ კიდევ არსებობენ და ჯერ კიდევ მხარს უჭერენ აი ამ ხალხს. ოპოზიცია ელოდება გარედან გადაწყვეტილებებს და დავალებებს მიიღებენ ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში, ამიტომაც არიან ისინი დღემდე გაურკვევლობაში, თუმცა ჩვენ იცით რომ უკვე დავიწყეთ ზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. სადავართ კიდევ ერთხელ თხოვოთ ქართველ ამორჩეულებს ხარდაჭერა 64 მუნიციპალიტეტში, მოვიგოთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნები, რაც შეეხება ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, ცალკე მიიღებენ, ერთად მიიღებენ, ამას ჩვენც არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ 4 ოქტომბერსაც ისევე გავიმარჯვეთ ქართულ ხალხთან ერთად, როგორც გავიმარჯვეთ 26 ოქტომბერს. ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ეს საბოლოო ჯერ ცნობილი არ არის ოპოზიციურ ფლანგზე, ვინაიდან აზრთა სხვადასხვაობა არის ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, გადაწყვეტილების მისაღებად კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ვინაიდან არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული და მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ. მადლობა, ეს ანუკა ბუავა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გუშინდელ აქციაზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როგორც საპოლიციო წყობაში კითხვის პასუხად კურიერს განუმარტეს, საუბარია პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლზე. არსებული ინფორმაციით რუსთაველის გამზირზე გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება მათი სასამართლოს ხდომა. და ეს წუთია ცნობილი ხდება, რომ რომის პაპი გარდაიცვალა. ინფორმაცია სააგენტო France Press-ი ავრცელებს. 88 წლის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება უკვე დაადასტურა ვატიკანმაც, ასე წერს საერთაშორისო მედია. პაპის სააღდგომო მიმართვა გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პონტიფიკოსის მაგივრად წმინდა პეტრეს მოედანზე არქიეპისკოპოსმა დიეგო რაბელიმ წაიკითხა. პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაური 12 წლის განმავლობაში იყო. რამდენიმე თვის წინ ის ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას შემდეგ მდგომარეობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაუმჯობესდა, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს წუთია გავრცელდა ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში, რომ პაპი გარდაიცვალა და ასევე საერთაშორისო მედია წერს იმასაც, რომ ეს ცნობა უკვე დაადასტურა ვატიკანმაც. აღდგომის დღეს სწავლიდა რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინას აქტიურად შეუტია დრონები დაარტყეს რამდენიმე რეგიონს განგასიშის სიგნალი ჩართო კიევის რეგიონში, ასევე ხერსონში, დნეპროპეტროვსკში, ჩერკასში, მიკოლაევსა და ზაპოროჟიაში. ქალაქ მიკოლაევის მერმა ალექსანდრ სანკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსეთმა საღდგომოდ ერთდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვს არც ეს პირობა შეუსრულებია. მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ. მირიან გორგოძე გვერდდება მეტი ინფორმაციით. მირიან, დავიწყოთ უკრაინაში არსებული ვითარებით, რა ცნობებია ბოლო თავდასხმებზე. ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, პოკროვსკი, მიკოლაევი, თავად კიევი. შეიძლება ითქვას, რომ არასრული ჩამონათვალია იმ რაიონებისა და ოლქებისა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც გასულ ღამეს განგაშის სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 100-მდე შეტევა განახორციელეს და ამ შემთხვევაში საუბარი არის უპილოტო დრონების გამოყენებაზე, თუმცა გარდა დრონების გამოყენებისა ასევე უკრაინის თავდაცვის ძალები იუწყებიან მაგალითად ხერსონის ოლქში რუსების საოკუპაციო რეჟიმის მიერ ფრთოსანი რაკეტების გამოყენებაზე და ამავე დროს საუბარი არის სარაკეტო იერიშებზე მიკოლაევსკის ოლქში. საღდგომო ზავის დარღვევაში უკრაინისა და რუსეთის მხარეები ერთმანეთს აქტიურად ადანაშაულებენ და ამის შესახებ განცხადება გააკეთა თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ინფორმაციით ჯერ კიდევ აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა საღდგომო ზავი დაახლოებით 2935-ჯერ დაარღვიეს. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებული ცნობებით აქედან დაახლოებით 96 შტურმი განხორციელდა უკრაინის ძალების წინააღმდეგ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციები 1882-ჯერ დაიცხრილა და დაახლოებით 950-ჯერ გამოიყენა რუსულმა ძალებმა უპილოტო დრონები უკრაინის ტერიტორიაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ეს ფაქტები ნათლად მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს პუტინს ან არ სურს საომარი მოქმედებების დასრულება, ან ის ვერ აკონტროლებს რეალურად საკუთარ ძალებს. ახლა უკვე უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით უკრაინა იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, სარკისებური ეფექტის გამოყენებით. იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთი მზად იქნება, როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, საომარი მოქმედებების შეწყდეს, ამის მზადყოფნა უკვე გამოთქვა უკრაინულმა მხარემ, თუმცა რუსეთის მხრიდან სარაკეტო შეტევების გაგრძელების შემთხვევაში, როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ისინი საპასუხო დარტყმებს განახორციელებენ. რუსულმა ძალებმა უკვე 26 შეტევა განახორციელეს. ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ განხორციელებული ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულების ყველა დარღვევას აღდგომის პერიოდში და მზად ვართ მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ან პუტინს არ აქვს სრული კონტროლი თავის არმიაზე, ან ვითარება ამტკიცებს, რომ რუსეთში არაპირებენ ომის დასრულებისკენ რეალური ნაბიჯების გადადგმას და მხოლოდ სასურველი პიარით არიან დაინტერესებული. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული სრული და უპირობო 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება რუსეთის მხრიდან 39 დღის განმავლობაში უპასუხოდ დარჩა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ეს წინადადება. უკრაინამ დადებითად უპასუხა, მაგრამ რუსეთმა იგნორით. რუსეთი თუ ახლა უცებ ნამდვილად მზად არის სრული და უპირობო სიჩუმისთვის, უკრაინა შესაბამისად იმოქმედებს. რუსეთის ქმედებების სარკისებურად. სიჩუმის საპასუხოდ სიჩუმე, თავდასხმების საპასუხოდ თავდაცვითი დარტყმები. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კვლავ აქტიურად მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად ამერიკული მხარე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მომავალ კვირაში ლონდონში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა, რომლის განმარტებით საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის ახლა მიუხედავად წინაღობებისა არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები და არსებობს ძალიან კარგი მონახაზები. კიტ კელოგი დარწმუნებულია, რომ პირველ რიგში თუნდაც დროებით 30 დღის განმავლობაში მოხდება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პოზიტიურად შეთანხმებით დასრულება, რაც თავის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით იქნება გარკვეულწილად წინაპირობა ამ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. რუსეთსა და უკრაინას
უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და შეთანხმების იმედი და მოლოდინი აქვს თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელმაც საკუთარი პოზიცია სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატა. იმედია რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ ამ კვირაში. შემდეგ ორივე დაიწყებს დიდი ბიზნესის წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყვავის და დიდ სიმდიდრეს დააგროვებენ. ჩვენ ვახსენეთ უკვე ლონდონი, რომ ამერიკული მხარე გაემგზავრება მომავალ კვირას ლონდონში და გაიმართება შეხვედრები უკრაინულ მხარესთან და როგორც ამერიკულ მედიაში გაჩნდა ცნობები, სწორედ ლონდონში ამერიკული მხარე უკრაინისგან დაელოდება კონკრეტულ პასუხებს იმ წინადადებებზე, რომელიც უკვე ამერიკულმა მხარემ უკრაინას გადასცა გასულ კვირაში პარიზში გამართული შეხვედრის დროს. ამ წინადადებები ბუნებრივია, როგორც ამერიკული მედია იუწყება, უკავშირდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევას. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას თავაზობს ყირიმის ანექსიის აღიარებას და ასევე იმას, რომ უკრაინამ უარი თქვა საბოლოოდ ნატოს წევრობაზე. ამავე დროს ამერიკული მედიის ცნობით ამ წინადადებებში ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ტერიტორიას ნეიტრალური სტატუსი მიენიჭოს ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-ისგან ბოდიშის მოხდა სიტყვის აღდგომის ღამეს ამერიკულმა ტელეარხმა მოსკოვიდან და კიევიდან ღვთისმსახურების ტრანსლაციის დროს კიევის წმინდა მიხეილის ოქროს გუმბათოვანი მონასტერი აჩვენა და დააწერა კიევი რუსეთი. ფაქტს ეხმაურება უკრაინის დიპლომატიური წყობის წარმომადგენელი გიორგი ტიჰი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, უნდა მოიხადო ბოდიში და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა. აღდგომის ღამეს Fox News-ის ეთერში ერთმანეთის გვერდით ფანჯრებში აჩვენებდნენ ღვთისმსახურებას მოსკოვის საკათედრო ტაძარში და კიევის წმინდა მიხეილის ოქროს გუმბათოვან მონასტერში. უკრაინიდან ტრანსლირების ქვეშ კი მითითებული იყო რუსეთი, ეს ტიტრი ეთერში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო. პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში 6000 ჯარისკაცის როტაციის შესახებ გამოაცხადა. უწყების განცხადების თანახმად როტაცია წელს ზაფხულში გახორციელდება და ის ქვეითი დივიზიების რამდენიმე ბრიგადას შეეხება. ამერიკელი სამხედროები 9 თვის განმავლობაში სამსახურს გაევლიან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ევროპაში ამერიკული კონტინგენტის შემცირების შესახებ. 2025 წლის მარტში დაწერა ამის შესახებ შვედურმა გაზეთმა ექსპრესიონმა. ამ ინფორმაციის თანახმად შტატებმა ნატოს მოკავშირეებს აცნობა, რომ რეგიონში მომავალი სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. დონალდ ტრამპის სახელმწიფო დეპარტამენტის რადიკალურ რეორგანიზაციას გეგმავს. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მოამზადა. მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რეორგანიზაციის მიზანია მისიების შესრულების ოპტიმიზაცია, ფუჭი ხარჯები, ასევე თაღლითობის შემცირება. სტატიაში ისიც წერია, რომ თეთრი სახლი გეგმავს დიპლომატებისათვის სავალდებულო გამოცდა გააუქმოს და სამსახურში მიღებისთვის ახალი კრიტერიუმების შექმნას, მათ შორის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან თანხმდრა. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში. ღაზის სექტორში ისრაელის იარიშებს ბოლო 24 საათში 31 ადამიანი ემსხვერპლა არიან დაჭრილები. სახალის განცხადებით გამოძიების შემდეგ პროფესიული შეცდომების მიზეზით თანამდებობიდან გაათავისუფლეს სადაზვერვო დანაყოფის მეთაურის მოადგილე. მისმა ქვედანაყოფმა 23 მარტს ღაზაში ქალაქ რაფაში ცეცხლი გაუხსნა სასწრაფო მანქანების კოლონას, რასაც სამაშველო სამსახურის 15 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პალესტინური წითელი ნახევარმთვარე საზოგადოებამ უარყო ისრაელის გამოძიების შედეგები და გაეროს დამოუკიდებელი მოკვლევისკენ მოუწოდა. მსხვერპლი მოყვა ამერიკის შეერთებული შტატების იარიშებს იემენში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა 27 ფრანგ მემარცხენე კანონმდებელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ფრანს 24-ის ინფორმაციით თელ-ავივმა გადაწყვეტილება ფრანგი ოფიციალური პირების ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. მედიის თანახმად გადაწყვეტილების მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადება გახდა. მან თქვა, რომ უახლოეს პერიოდში საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.
და ბოლოს ისევ საქართველოს გურიაში საღდგომო ტრადიცია არც წელს დაურღვევიათ ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ტრადიციული სახალხო შეჯიბრი ლელო ბურთი გაიმართა. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთის მცხოვრებლები აჯიბრებიან. ლელო ბურთის დაწყებამდე წელს სოფელ შუხუთში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა, გაიმართა ჯგუფ ურსას კონცერტი. 2019 წელს ლელო ბურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ტრადიციულად გაიმართა ლელობურთის თამაში, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება ყველა აღდგომის დღესასწაულზე. დღევანდელ დღეს გამარჯვებული არის ზემო და ქვემო შუხუთს შორის ზემოურები. მინდა მიულოცო გამარჯვებულებს, ასევე სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დღევანდელი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით, რომლებიც ძალიან საინტერესო წარიმართა, ასევე დღე გაალამაზა ჯგუფმა ურსამ, ვფიქრობ დღევანდელი დღე შედგა და ძალიან საინტერესო წარიმართა. ასეთი იყო კურიერი 12 საათზე. დღის ყველა ამბავი ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავიერ ჯიზმე 3 საათამდე გემში დავებით. დროებით.